მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ სარხზე მორიგი ახალი ვიდეოთი. ჩემი პირადი მანქანა არის და ჯერჯერობით ჩემი პირადი მანქანა მინდა გაგაცნოთ ყველა რა, რაც იქნება ჩვენ ვიდეოებში. აუცილებლად ყველა მანქანას გაჩვენებთ ჩემი პირად ეგრეთ წოდებულ კოლექციაში რაც ყავს. უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. დადებითი გამოხმაურება გამოყვა პირველ ვიდეოს. დადებითი კომენტარები და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით კარგი და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ, რაც შეეხება უშუალოდ ჩემს ავტოპარკს და მანქანებს ზოგადად. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ და ვეცდებით უფრო კარგი და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ და რაც შეეხება ვიდეოების ლიმიტს, ცოტა ბევრ ვიდეოებს შემოგთავაზებთ აუცილებლად. კონკრეტულად ეს მანქანა არის YouTube სივრცეში გადაღებული. მაგრამ მე მინდა როგორც ჩემი პირადი მანქანა ისე გადავიღო რა. ასე ვთქვათ, მოკლე განხილვა. კონკრეტულად ეს მანქანა არის CLS 53 AMG. ეს მანქანა ჩამოვიდა ამერიკიდან. 13 რიცხვში ჩამოვიდა ეს მანქანა, ამ თვის 13 რიცხვში და მანქანას როგორც ხედავთ, არის სრული დაუზიანებელი. მხოლოდ ამ მანქანაზე წვრილმანი რაღაცები შევცვალეთ, ეგრეთ წოდებული, ზეთები, ფილტრები, კალოდკები. ეს მანქანა არის CLS 53 AMG. დავიწყოთ მინდა ვიზუალური მხარე რა. რაც შეეხება ამ მანქანას ვიზუალური მხარე, რავი, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ აი ამ მანქანას ვიზუალური მხარე, აი რაღაც ნაკლი აქვს. გამორიცხული არის ეს მანქანა ვიზუალურად. არის ძალიან ბრუტალური მანქანა არის. ფერზე რაც შეეხება, აი ფერზე მინდა ცალკე გავუსვა ხაზი. აი ფერი აქვს სასწაული ამ მანქანას რა. ქარხნული მატოვი ფერი არის, გრეი. მატი არის. ქარხნულად ეს არანაირი ფერი არ არის, არის ესე ქარხნულად შეღებილი მატოვად. აი ვიზუალური მხარე, აი აქვს ძალიან ულამაზესია, ძალიან ბრუტალური არის, შავი ოციანი დისკებით არის. თქვენ ხედავთ კაცში უზარმაზარი ოციანი დისკები აქვს. ძალიან ულამაზესი და ძალიან უხდება. კონკრეტულად აი ამ მანქანის ფერს შავი დისკები. თავისთავად არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა 4 პორშნიან უზარმაზარ ტორმოზის სისტემაზე. ყვითელ ფერში ძალიან კარგად ზის და ტორმოზის სისტემას რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას წონას მოგახსენებთ არის ტონა 990, 2 ტონა თქვა, 2 ტონა არის. ძალიან თავისუფლად უკრავდება თავის საქმეს. ძალიან კარგად აჩერებს, ძალიან კარგი მანევრი აქვს, ტორმოზის სისტემაზე უდავოდ კითხვები არ არის. და გავყვეთ პროსტა თითოეულ დეტალზე მინდა რაღაც აქცენტი გავაკეთო რა. ქარხნულად shadow line არის, შავი დეტალები და დამერწმუნებით აი ამ ფერთან, ასფალტის ფერთან შავი ფერი, აი უდავოდ ძალიან ბრუტალურად ჩანს ყველაფერი. თავისთავად სარკეც, აი სარკე რო მანქანის ფერში იყოს, არ მოუხდება ჩემი აზრით ვაფშე, შავ ფერში shadow line-ში ძალიან ბრუტალურად არის ფერები ერთმანეთში. მინდა ცალკე ხაზი გავუსვა უკანა მხარეს ამ მანქანის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი არის უდავოდ. აი შევხედოთ პროსტა აი ამ შიტოქს და აი ეს ნაკვთები, ეცახა ბუტაფორია რა თქმა უნდა რა გაგრილება, მაგრამ ძალიან სტილში ჯდება მაგრად. თავის ულამაზესი სტოპებით, LED ფარებით ესე ვიტყვი, აი ძალიან ულამაზესი არის. ის რაც თავარი არის, აი ბანანის ფორმა როგორც ქონდა ავტომობილს, შენარჩუნებული არის, მაგრამ ძვერცელესთან აი საერთოდ არანაირი კავშირი არ არის ჩემი აზრით, ჩემი განმოსახედიდან, იმიტომ რომ ის რო ბრუტალური იყო და სერიოზული აგრესიულობა ქონდა იმ მანქანას ბევრად რა, მაგრამ ეს კონკრეტული მოდელის ფორმები შეინარჩუნეს. საბარგულზე ეგრეთ წოდებული დამატება რა, ძალიან უხდება ეს სპოილერი. ამ სპოილერის გარეშე სავარაუდოდ ისეთი ვიდიც არ ექნებოდა რა. თავისთავად ეს წარწერები ალბათ სამომავლოდ შავი უფრო მოუხდება და მაგასაც სავარაუდოდ გავაკეთებთ. მაყუთშები რა თქმა უნდა 53-ს როგორც მოყვება, მრგვალი ფორმის სტილში ძალიან ჯდება, ძალიან მომწონს მე პირადად სტილი აქვს, აი ძალიან უდავოდ მაგარი არის რა. და აქვე უკანა მხარეს ვიმყოფებით, გაჩვენებთ საბარგულსაც. საბარგულსაც შეეხება ერთი შეხედვით არის ძალიან დიდი არის. მართლა ძალიან დიდი არის, მაგრამ ამ კონკრეტული მოდელისთვის პროსტა არც არის ეგ გათვლა, რომ კონდეს დიდი საბარგული რა, იმიტომ რომ ეს კუპე ვარიანტი არის მოგეხსენებათ, 4-კარიანი არის, მაგრამ კუპე ვარიანტზე, 4-კარიან კუპეს
უწოდებენ ამ მანქანას ზოგადად საერთაშორისო სახელი რა. საბარგული, მაქსიმუმ ჩემნაირი 1-2 კაცი ჩაეტევა. დიდი საბარგული არაფერი რა, პროსტა ვიზუალურად ჩანს, რომ მასიური არის დიდი. რა ვიცი, უკანა მხარე ჩემი აზრით ამ მანქანაში არის ყველაზე მაგარი ბრუტალური ადგილი. რაც შეეხება სალონს, სალონზეც 1-2 სიტყვით ვიტყვი რა. უკანა მხარეს მოგეხსენებათ, ბარი რაც ქონდა ძველ CLS-ებში აღარ არის, მაგრამ ადგილი ისე დარჩა, რომ მაინც 2 კაცი იჯდება უკან რა. აი ეხლა მე არა ვარ ზოგადად დიდი ზომის კაცი, ესე რო ვთქვათ, მაგრამ ჩვეულებრივ გადაწეულ სავარძელზე, ანუ წინ რო ადამიანი იჯდება, უკანაც ადგილი არის საკმარისი, ოღონდ მხოლოდ 2 კაცისთვის რა. მესამე კაცს ძალიან გაუჭირდება აქ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოტა არ არის გათვლილი მაგისთვის. 4 კაცი ეს მანქანა არის ძალიან კომფორტული და აი ზომიერიც არის 4 კაცისთვის მეტი, ამ მანქანაში არც არის საჭირო. თავისთავად ეს ბარი, ჭიქები და რაღაცები, ეს ისეთი არაფერი, ეს ყველა სტანდარტულ მანქანას მოყვება. და აი პროსტა ყველაზე ძალიან მინდა კიდე ხაზი გაუსვა, ჩემი ოცნება იყო უბრალოდ CLS-ი რატომ მომწონდა ზოგადად. CLS-ი მომწონდა, რომ აი 4-კარიანი კუპე არის და არა აქვს ჩარჩოები. დამერწმუნებით ეს ადგილი, CLS-ში ზოგადად 4-კარიანი და ბევრი სხვა მანქანებში, გრანდ კუპეებშიც მოყვება, ჩარჩოების გარეშე აძლევს ძალიან სპორტულ ხასიათს. რაც შეეხება სალონს, სალონს გზაში გაჩვენებთ აუცილებლად გზიდან შემოგსავადეთ კადრებს და ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გადავიდეთ ყველაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე. კაპოტ ქვეშ ამ კონკრეტულ მანქანას და BMW ბევრი აი ხო ხედავ BMW-ში კი როა ვერ ვეცი. ამ კონკრეტულ მოდელში არის 3-დან 0 ძრავა ბიტურბო. რაც გამოიმუშავებს 430 ცხენიზალას, 429 უწერია, მაგრამ 430 ცხენიზალას გამოიმუშავებს. კონკრეტულად აი ამ მანქანისთვის, აი ამ წონისთვის ვერ ვიტყოდი რომ არ ყოფნის რა, რადგან ეს კვადრო სისტემა არის, ფომატიკი არის, ფომატიკ პლუსი უფრო სწორედ რო ვიყოთ და რა ვიცი, აი ეს 430 ცხენიზალა ჩვეულებრივად ყოფნის აი ამ მანქანას თავის წონასთან მიმართებაში ძალიან კარგად უმკლავდება სიარულს. რაც შეეხება ამ ძრავებს კონკრეტულად, არის ძალიან გამძლეები, ჩვეულებრივად კეთდება და არის უპრობლემო. ძალიან უპრობლემო ძრავები არის, ბევრ ახალ Mercedes-ებში, ახალ მოდიფიკაციებში, უმრავლესობაში ყველგან ეს ძრავები არის ახალ ვერსიებში. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ მე 8 ცილინდრიანის მომხრე ვარ ყოველთვის უფრო სწორედ, მაგრამ არ გამოდის დღესდღეობით წინ და წინ მივიწევთ და სამწუხაროდ V8-ი და ეგრეთ წოდებული 8 ცილინდრიანი ძრავები ძალიან იშვიათად შეხვდება ახალ მანქანებში. 6 ცილინდრიანი რიადნი ძრავი არის ეგრეთ წოდებული, ეგრე უძახიან 6 ცილინდრიანს. რაც შეეხება მანქანის აჩქარებაზეც ვიტყვი რამოდენიმე 1-2 სიტყვით მოგახსენებთ, 0-100 ამ კონკრეტულ მანქანას უწერია 4.5 წამი. ჩვენ დრაგითაც გავზომეთ, ზუსტად იგივე წამებში დადის, 0-100 აჩქარება აქვს, გავტესტეთ, რაც აქვს მონაცემებში 4.5-ში დადის, 100-200-ად შეეხება, 100-200 აქვს 12 და 8. და მაგიც გავზომეთ, 12 და 8-ში დადის, ზუსტად 12, 8 და რაღაც ქონდა რა. სტაბილურად დადის იგივე დროებში, რაც აქვს მონაცემებში. მე ვთვლი რომ სტოკი მანქანისთვის, ეგრეთ წოდებული ქარხნული მანქანისთვის, ამ წონასთან მიმართებაში, ეგ არის რეალური ციფრები არის პრინციპში, მეც ვერ მოთხოვ, დალში თუ რამეს ჩაერევი და რაღაცას გააკეთებ, რაღაც stage ჩაწერ, stage 1, stage 2-ს უკვე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ეს კონკრეტული მანქანა არის, მე ამას ცალკე სხვა სახელი შევარქვი, ეს არის ელეგანტი. ამ მანქანით არის გაზაობა, გინდა ზოგადად, იმიტომ Wait a minute. 60. 100. სხვა ხასიათი აქვს. სალონის კადრებს გააჩვენებთ და მიხვდებით, რომ აი ამ მანქანაში გინდა რომ იტასაო, წყნარათია, რომ ძალიან კარგად ადის ეს მანქანა. რა თქმა უნდა, თუ
მოგინდება მანქანითაც წაგაზავება ეგრეთ წოდებული და ნუ რაღაც პატარ ხასიათი გამოავლინო, არ აქვს ამ მანქანას მაგაზეც პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ჩქარდება. კვადრო სისტემის ხარჯზე ძალიან იმედიანად ხარ ამ მანქანაში, გინდ ქალაქში, გინდ ქალაქარეთ, არ შეგეშინდება არც მოცურების, არაფრის, აჩქარებაც კარგი აქვს და სიარულიც აი მართლა მაგრად ადის. მაგრამ კიდე ხაზს გავუსვავ, რომ საგაზაო ეს მანქანა ნამდვილად არ არის რა. აი ამ მოდელის შემდეგ CLS-ი ანუ დამთავრდა, CLS-ი სავარაუდოდ ნუ ვაფშე ჯერჯერობით აღარ იქნება ახალ ვერსიებში და Mercedes-მა ჩაანაცვლა ეს კონკრეტული მოდელი გამოუშვა GT ვარიანტი გამოუშვა CLS-ის შემდგომ. წინა ცხვირით, აი რაც აქვს, წინა ცხაურა ყველაფერი ძალიან გავს GT-ს. ყველა დამერწმუნება, იმიტომ რომ GT აიწყოს CLS-ის ბაზაზე, ესე რომ ვთქვათ რა. ძალიან გავს CLS GT და ერთმანეთში არიან ძალიან თანაბრად. Ну, რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარები მე უკვე GT-ს განსხვავდება რა. ნუ ეგ სხვა ცალკე საკითხი არის, GT-ში უკვე 8 ცილინდრიანი ძრავიდებს 4-დან 0 და ნუ ის უკვე სპორტულ ხასიათი არის. ეგ მანქანა კონკრეტულად არის ოჯახითაც რო გადაადგილდები, ჩვეულებრივად საღამოთი გამოატასავებ და საქმეზეც მიხვალ რა. ამ მანქანას ეს დანიშნულება აქვს. სხვა მე პირადად აი ამ მანქანით არც გაზაობის სურვილი გამიჩნდება. ესე რომ თქვათ, რომ ერთმანეთს აი რაღაც ბანზე გავიდე, დაუდგეთ, ვიგაზავოთ, ეგეთი რაღაც ამ მანქანას ეს ხასიათი არ აქვს. ამ მანქანას ცოტა სხვანაირად უხდება მიდგომა, ესე რომ ვთქვათ. ეხლა მეგობრებო, გადავინაცვლებთ სალონში. სალონიდანაც მოგიყვებით ერთი-ორი სიტყვით. როგორი აქვს სალონი? წვასაც მოგახსენებთ სალონიდან, გაჩვენებთ თან რამდენი წვავს ქალაქში, ქალაქგარეთ, შერეული წვა რა აქვს და ასე შემდგომ გაგრას მოსაღამო და ცოტაც და სალონი უფრო კარგად გამოჩნდება, იმიტომ რომ ამ კონკრეტული მოდელის სალონი, რა ვიცი, ძალიან მომწონს და ნუ ყველაფერს იხილავთ სალონიდან. გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად, რათა გავაგრძელოთ ახალი ვიდეოები. არხი გამოიწე. სალონს რაც შეეხება მეგობრებო, ერთი-ორი სიტყვით მოგახსენებთ სალონზეც. მე პირადად ანუ მთლიანად ჯამში რო ვთქვათ რა, ანუ სალონი Mercedes-ის ძალიან მომწონს. ნუ ახალ Mercedes-ებზე მაქვს საუბარი, ახალი თაობის მანქანებზე მაქვს საუბარი. ყველა თითოეული დეტალი არის დახვეწილი. თუნდაც საჭეზე, აი ღილაკები, ყველაფერი ისეთი ტაქტილური არის, რომ აი მომწონს რა, ძალიან მეკომფორტულება და არანაირი, აი რა ვიცი, პრობლემას არ ქმნის რა, ძალიან ყველა კნოპკას, აი ნებისმიერ კნოპკას რასაც ეხები, ყველაფერი ცოცხლად რეაგირებს და რა ვიცი, ძალიან კარგი აქვს რა. თვითონ ეს ალუმინი, ნუ თავისთავად საჭეზე ძალიან ძვირფას ხარისხით არის ნაკეთები ყველაფერი. ასევე მთავარ მონიტორზე მინდა გესაუბროთ ერთი-ორი სიტყვით, ძალიან მომწონს ეს მთლიანი მონიტორი, რომელიც ნუ ორ ნაწილად არის გაყოფილი, მაგრამ მთლიანი მონიტორი არის. და რაც შეეხება აი რეჟიმები აქვს მთავარ თვითონ სპიდომეტრს, რა სიჩქარების მაჩვენებლებს. ეხლა პირდაპირ ლაივში შემიძლია გაჩვენოთ. ეხლა კონკრეტულად აღენია მე რაც მომწონს ნუ სპორტული, ესე ქვია ამ მოდიფიკაციას, არის კლასიკური, ახლა გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება კლასიკური ვარიანტი, მაგრამ ნუ მეტიდად არ მომწონს და პროგრესი ეს მესამე ვარიანტი, ნუ ცოტა იქეთ სიახლისკენ მიდის ძალიან რა, ნუ არც ეს ვარიანტი არ მომწონს მე პირადად რა. მე მომწონს აი ეს კონკრეტული მოუდი სპორტული რა. დანარჩენი რაც შეეხება სალონს, აი კონკრეტულად აი ამ კარბონზე მინდა ვისაუბრო, ეს კონკრეტულად მოყვება დამატებითი ოფციები არის. ეს არის ტოპ ვერსიის CLS-ი და ეს ალუმინის ფერის კარბონი, ჩემი აზრით, ნუ ძალიან უხდება ამ კონკრეტულ მანქანას რა. ძალიან დახვეწილი არის და ნუ
ახალგაზრდური თანამედროვე სტილში ჯდება ძალიან. რაც შეეხება აქ სიდენიების ხილაკებს, აქვს ყველაფერი. სიდენიების გასწორება, ზურგის გასწორება, ყველაფერი, მემორი თავისთავად, სიდენიების გაგრილება, თავისთავად სიდენიების გათბობა აქვს და მძღოლს შეუძლია პასაჟირი სიდენია მართოს აქედან. ეგ უკვე ისეთი სიტუაცია არის. მოდით არავინ არ სარგებლობს გავს რაღაცებს არც იყენებენ. რაც შეეხება კონკრეტულად კიდევ აი ამ მოდელს, აქ საჭეზე ხედავთ ღილაკები აქვს. ეს არის გადასართულები კომფორტით მოძრაობთ ახლა. გადავთოთ ასევე სპორტში შეგვიძლია გადავთოთ, სპორტ პლუსში გადავთოთ და ასევე ინდივიდუალი არის, ანუ ეს შენ კონკრეტულ მოუცირჩევ, ინდივიდუალზე ითიშება ESP მოცურების საწინააღმდეგო და შეგიძლია უკანა ზარაზე გადადის 70% ითიშება რა და შეგიძლია რაღაცები იმაიმუნო რა. და კიდევ ერთი მოუდი მეხუთი არის, თოვლზე და ცოტა სველი ამინჩი რო იარო, მაგრამ რავი, ამანქანას კვადრო არის მოგეხსენებათ, არ ჭირდება ეგეთი მოუდები, ჩვეულებრივად ძალიან თამამად ძნობს მანქანა ტრასაზე თავს. აქ ხედავთ სენსორის ღილაკს, მაუსს ეგრეთ წოდებულს და რაც მომწონს, აი არ ჭედავს, ძალიან სწრაფად რეაგირებს ნებისმიერ მოძრაობაზე. აი ჩავთავთ ახლა და Dynamic Select. აქ შევდივართ, გვაჩვენებს ძრავის მონაცემებს, ასე შემდეგ კონფიგურაციებს. ეს ძრავი მონაცემები კონკრეტულად იმათ თუ ამ სიჩქარეზე გიჩვენებს რამდენი HP სარგებლობს. ეხლა აი გადავთოთ სპორტ მოუდზე. თავისთავად გამოსახულება აქვს და რო დავაჭერთ, თავისთავად გამოჩნდება აი რამდენი HP-ს მოიხმარს ამავე დროს და ბუსტ თავისთავად. ესეთი ვარიანტები. სხვა კიდე რაც ძალიან მომეწონა აი ამ მანქანაში, არის ეგეთი რაღაცა, track pace-ი აწერია, აქ შეგვიძლია ჩავთოთ. ეხლა აქ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გზაზე არ გვიჩვენებს მონაცემებს. და აქვს აი ეს ასარჩევი მენიუ. შეგვიძლია drag racing-ი ჩავთოთ, drag racing-ში გულისხმობს აჩქარება შეგვიძლია გავზომოთ. შეგვიძლია გავზომოთ 402 მეტრი და ჩვენ რაც მინდა, ეხლავე წარმოგიდგენთ, აი კონკრეტულად მივუთითოთ 0-დან 100-მდე. მანქანას ვაჩერებთ და ავტომობილი თვითონ ხედავს უკვე რომ მზათავართ. მწვანეები ანთილი არის. დავსტარტავთ და გვაჩვენებს, დროსაც გვაჩვენებს, რამდენ მეტრში გავიარეთ 0-დან 100-მდე, რამდენში ავჩქარდით და ეხლა გაჩვენებთ კონკრეტულად მაგალითს. აი აქ დაგვიწერა, შევინახოთ თუ არა მონაცემები, ვინახავთ მონაცემებს და როგორც თქვენ ხედავთ, 0-დან 100-მდე ავჩქარდით 5 წამში და 17 ასეთში. დაგვჭირდა მანძილი 81 მეტრი. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ იყო ძალიან ისეთი აჩქარება რა, მაგრამ თქვენთვის ვაჩვენე და აქ ვიწერს დროსაც, რა დროს მოხდა კონკრეტული აჩქარება და მანქანის მოდელსაც გვიწერს თავისთავად ტემპერატურასაც წერს. შეგვიძლია ჩვენ ეს მოუდები შევინახოთ და შემდეგში გავაუმჯობესოთ და ეგ უკვე თქვენთვის ინდივიდუალური მორგება არის. წვა აქვს ამანქანას, რა ვიცი, მე მართლა გაოცებული ვარ, იმიტომ რომ წვა მანქანას კონკრეტულად ეხლა უწერია, შერეული წვა იგულისხმება ქალაქი და ტრასა. 14 ლიტრი უწერია შერეული წვა. რაც შეეხება ტრასაზე, ეს მანქანა არ ცდება 6 litrს.
გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, რათა არ გამოვიყვანოთ ახალი ვიდეოები. დალაიქეთ და კომენტარიც არ დაიშუროთ. გემშვიდობებით, შევხვდებით ახალი ვიდეოებით.